მოგესალმებით თვითფასო მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ, როგორც წესი, შემოსულ შემოხმიანებებს და შეკითხვებს უყურადღებოთ, არ ვტოვებთ ხოლმე და შეძლების დაგვარად ვცდილობთ, რომ შესაბამისი პასუხები გავცეთ. ამ მომენტისთვისაც გვაქვს რამოდენიმე შემოხმიანება, მათ შორის არის ერთ-ერთი, რომელიც აუცილებლად მოითხოვს ჩვენგან პასუხის გაცემას. არის შემდეგი შინაარსის, რომ თქვენც ხომ იცით, რომ გვირგვინის დაკარგვა უკვე მოხდა და ახლა ილოცეთ და საქართველოში და ქართველი ერისხერთ ეს ვეღარ განხორციელდება და ახლა ილოცეთ, რომ საკაცობრიო მასშტაბით მაინც გადაწყდეს ეს საკითხი დადებით. თუ სიტყვით არ მახსოვს, მაგრამ შინაარსი დაახლოებით ეს იყო ხლა. მე არ ვიცი თვითონ სასლო კაცს ჩვენამდე სიტყვის მომტა პირველ წყაროს არასოდეს არ დაუსახელებია ის დრო, როდემდე ქონდა საქართველოს და ქართველებს ამის გადასაწყვეტად მიცემული დრო, ამბობდა რომ მე ეს ჩემს ხელთ არ არის ეს ინფორმაცია და არც ის არასოდეს არ უთქვია, რომ დაუშვათ ამ მომენტისთვის ქართველებს აღარ ექნებოდა დაუშვათ თუ მისი ამ ქვეყნიდან გაყვანა მოხდებოდა. ქართველებს შანსი აღარ დარჩებოდა. რა ვიცი, რა უნდა ვთქვათ კახა ამ საკითხებზე დავიწყოთ საუბარი. კი ბატონო, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. საკითხი ურთულესია, პიროვნება ვინც ასეთი შემოძახილით შემოგვეხმიანა შანსს, რომ საკითხებში ღრმად ჩახედული პირი გახლავთ. გასაგებია ჩვენ ამ ძირითად საკითხს გვერდს ვერაულით და გარკვეული გამოხმაურება, ერთგვარი პასუხიც გასაცემი გვაქვს. ცხადია, ახლა ეს პიროვნება უსაფუძვლოდ არ ამბობს იმას, რასაც ამბობს. ლაპარაკია გვირგვინზე და გვირგვინის წართაცვაზე. არსებობს ბიბლიური გაფრთხილება, სახარებისეული, თხილად იყავით, რათა გვირგვინი არ წარგტაცონო. ესე იგი, ჟამია, წყდება დედამიწაზე ყოფნა არ ყოფნის საკითხები, ეს არის უკვე უდავო, ცხადზე ცხადი, ვისაც ყური აქვს და შესაბამისი გონებრივი ხედვა გააჩნია, ყველა უნდა ხედავდეს და ხედავს. ყველა ვერ დაინახავს თავის თავად ცხადია, არიან დამღუპელნიც და არიან ის ადამიანების ის კატეგორიაც, ვინც უნდა დაინახოს, გააცნობიეროს და დაღუპის გზას არჩიოს გადარჩენის და გაბრწყინების გზა. ეს გვეხება ქართველებსაც, ეხება დედამიწასაც, იმიტომ რომ საკითხი უკვე გადასული არის საკაცობრიო მასშტაბით და საკაცობრიო მასშტაბით მიმდინარეობს ის, რაც სულიერად მიმდინარეობდა საქართველოში მანამდე. ხო, აქ არის ერთი საკითხი, გვირგვინი რა არის, ამაზე ფაქტიურად ნათქვამია, გადმოცემულია, გაცხადებულია, ბატონი აკაკის პირით გაცხადა, რას წარმოადგენდა ეს გვირგვინი მთლიანობაში და დაშვებულია ამ პროცესში ის, რომ იქნებიან ძალები, რომლებიც ამის წარდაცვას შეეცდებოდნენ. მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ჯერჯერობით არ ჩანს ის, ვინც უკვე ეს წარიტაცა და მოირგო გვირგვინი. ესე იგი, რადგან არსებობს დაშვება იმისა, რომ წარტაცვის საფრთხე არსებობს, მაშინ წარმტაცველი უკვე უნდა ჩანდეს. ხო, ის 12-ია. სადაც დასასრული საკითხებიც არის, დასაწყისი საკითხებიც არის, დედამიწისთვის გლობალურად, უკვე ფიზიკური მატერიალიზაციისთვის კი იმ 12-შია. კი იმ 12-ისთვის დადგა ეს მერწყულის ერა, იმ 12-მა იცის, რომ სლოვა და სლავა, სიტყვა და დიდება ერთი და იგივეა. სიტყვის არსი, იმიტომ რომ სიტყვა ღმერთი ყველაზე ახლო უზენაესის ნებით კაცობრიობაში რომ გაიტანოს. კი ბატონო, ეს გახლავთ, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს, რომ მან
ეს გვირგვინი წარიტაცა, არა სურვილი როგორ არ არის გამუდმებული მუშაობაც მიმდინარეობდა წარტაცვაზე, მაგრამ იქ არ არის ხარდასმული და ხაზგასმული და არ ჩანს ის საკითხები. ეს ალბათ უნდა ჩვენ თვითონ უნდა ჩავწვდეთ ამ საკითხებს. გვირგვინი არ არის ეს ფიზიკური გვირგვინი, რომლის ჩვეულებრივ წარტაცვაც ყოველთვის ხდებოდა თუ კი მოუხერხდებოდათ. ანუ ერთი სამეფო მეორე სამეფოს აუქმებდა და თვითონ ითვისებდა, თვითონ იმპერატორებდა თავს. აქ ცოტა სხვანაირი ტიპის გვირგვინზეა ლაპარაკი, ცოტა კი არა ძალიან სხვანაირზე. აქ თაებრივი მისიის ასრულებაზეა ლაპარაკი და ამ გვირგვინის ასე იოლად წარტაცვა ვერ მოხდება. ის რომ ჩვენ თავზე ვერ დავიდგით, ეს ფაქტია. ჯერჯერობით ვერ დავიდგით. ის რომ მოვლენა და პროცესი გადავიდა საკაცობრიო მასშტაბით, ესეც ფაქტია. ის რომ არსებობს დროში გადაწყვეტილი საკითხები და დროშია ყველაფერი, სამყარო დროით არსებობს, ასეთი მოცემულობა, ესეც ხაზზე უცხადესია და ამ დროის საკითხებზე საუბრობდა ბატონი აკაკი. ეს მას ჰქონდა საზძლო პირს, ამხელა ცნობიერება, რომ ამ დროის საკითხებზე ასე ემშელა, გარკვეულ ციკლებზე მიეთითებინა. იგი ჩვენ გვერდზე არ არის და ამიტომ ჩვენ გაგვიჭირდება უფრო კონკრეტული ვიყოთ დროის საკითხებში. აქ საინტერესო სწორედ ესა, როცა დროზე ვლაპარაკობთ, ამ პიროვნებამ რის მიხედვით და საიდან დაადგინა, რომ ჩვენთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა და ის მიხედვით დაადგინა, რომ ეს გვირგვინის დადგმის შანსი საბოლოოდ დავკარგეთ. ახლა თუ ლაპარაკია იმაზე, რომ სასულო ადამიანი დავკარგეთ და ჩვენთან აღარ არის, მაშინ ის სასულო ადამიანი არ იყო მხოლოდ ქართველი ერისთვის, ხო? ეს მოვლენა საკაცობრიო მოვლენაა და ის სასულო ადამიანი ისევე იყო დანარჩენი მსოფლიოსთვის, როგორც საქართველოსთვის. ის რომ ახლა ეროვნებით ქართველი იყო და ქართველი მწერალი იყო, არ ნიშნავს, რომ ის თუნდაც ჩვენი საკუთრება იყო და ან ის სიტყვა რომელიც მან მოიტანა, ის იყო ჩვენი საკუთრება. და აი რის მიხედვით დაადგინა, საიდან გამოიტანა ეს დასკვნები, ეგ არის საინტერესო. ნიშნის თვალსაზრისით კი ბატონო, ბატონი აკაკის წასვლა ამ საკითხების გადაუწყვეტელად ვერ გადაწყდა, ეს იყო უდიდესი დარტყმა და კი ბატონო, ეს არ არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნიშანი გახლავთ, მაგრამ ჩვენ ხაზი გავუხსვით და სწორედ სამშელოთ ის საკითხი გამოვიტანეთ, რომ ნიშანი ზოგადად არ ნიშნავს განაჩენს, ნიშნებით შეიცნობა, ესე იგი მისანიშნებელია საით მიდიხარ. და მართლაც ახლა დასტურდება ის საკითხი, რომ წრე ძალიან იკვრება ჩვენს ირგვლივ. ჩვენ ვამბობთ, რომ არსებობს სწრაფი დაღუპვის გზა, ომში ჩაბმა იქნებოდა სწრაფი დაღუპვის გზა, ამას ვითარება გვიჩვენებდა, ყველასთვის ცხადიდან ათელი იყო, არ მოხდა ომში ჩაბმა გარკვეული მიზნებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მსოფლიო ბრძანებლებს ეს მიწა თავისთვის უნდათ, ახალი იერუსალიმად სათავისოდ მოიაზრებენ. მხოლოდ ამიტომ არ მოხდა საქართველოს ომის ეპიცენტრად გადაქცევა და არსებობს ნელი ომის გზა და არც ისეთი ნელი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, როგორი დიდი ტემპებით მიმდინარეობს ფაქტიურად მთელი საქართველოს გასხვისება, ქალაქების შენებლობა და ასე შემდეგ. ესე იგი ნელი ომის გზა, ეს ძალიან სწრაფი ტემპით მიდის. ისე არ არის, რომ აი მიიყურისძირავო და მიიძინო. 7 წელიწადში მართლაც ქართველი ერის პრობლემა გადაწყდება საქართველოში უკვე. ჩვენ და საზიანოდ. ნელი პროცესის გზა დაწყებულია, მაგრამ აქ ერთ-ერთ ყველაზე მთავარ საკითხს უნდა შევეხოთ, მაშინ სწორედ მეორე ტომში აქვს ბატონ აკაკის ის ამონარიდები ჩართული ახალი სიტყვიდან, სადაც ის ვიწერს და გადმოგცემს იმ ახალი სიტყვის, ახალი ცნობიერების ახალ ელემენტს, რომ ახალი სიტყვა ბოლომდე არ გვიმხელს მომავალს. გამიგეთ აქ ყველაზე მთავარი რა არის? ნიშნები არის მიმნიშნებელი, შენ საით მიდიხარ, ხო, დაღუპას უახლოვდებით. არ არის სასიხარულო მდგომარეობა. რა უნდა იყოს ჩვენი რეაქცია? როგორი უნდა იყოს ჩვენი რეაქცია? დავნებდეთ, ყურები ჩამოვყაროთ, მივყვეთ ამ დინებას, რომ აი დაღუპისკენ მივდივართ და თუ პირიქით უნდა მობილიზდეთ. აი მაშია საქმე. და ახალი სიტყვა გვეუბნება, რომ უფალი არ გვიმხელს მომავალს. რატომ არის ის, რომ ჟამის დროს ცრუ წინასწარმეტყველი მომრავლდებიანო?
სადაც გავიხედავთ, ყველგან სულ წინასწარმეტყველია დასაფრებული. დასაფრებული კი არა, ღიად გამოყვანილი, ღიად გამოტანილი სამთავრობო დონეზე, პარლამენტის დონეზე, ეკლესიის დონეზეც კი წამოიწინენ ეს წინასწარმეტყველნი და ასე შემდეგ. ბატონ აკაკი ამბობდა, იქ არის საკითხი, ასე წდება, ან გააჩნია შენ რა ნაბიჯს გადადგავს ცოცხლის გახანგრძლივებისათვის, ბოროტების გზის დაგდების მოცემულობა არსებობს და ამის მიხედვით შენ ხარ შენი ბედის განსაზღვრელი. და წინასწარ არ არის ცნობილი, ღმერთს არ გაუმხელია რა იქნება და როგორ იქნება. ამიტომ ჩვენ ცალსახად ვერ გამოვიტანთ იმ დასკვნას, რომ მორჩა საქართველომ უკვე დაკარგა ყოველგვარი შანსი და ის როგორც ბოროტი მევენახე უნდა დაისაჯოს და დღეს მხოლოდ დაგვრჩენია მსოფლიო. ამ განაჩენის და ამ დასკვნის გამოტანის საფუძველი იქნებოდა ის, რომ თუ ღმერთმა არქნა და მაგალითად საქართველოს ჩაებმებოდა ომში და ალბათ ერთი დღეს არ დაჭირდებოდა სამხედრო მონსტრს სახელმწიფოს რომ საქართველოს გაენადგურებოდა. ქართული ელემენტის განეითვალება. იმ შემთხვევაში მართლა იქნებოდა უკვე საქმე თუ კი აქ ახლა ბრძოლის ველი და ბრძოლის პოლიგონი გაიმართებოდა დასავლეთსა და რუსეთს შორის და ქართველი აღარ დარჩებოდა, ნუ ვერ რაღაცა იყო ლაპარაკი. თავად ეს უკვე ნიშანი იქნებოდა იმისა, რომ ყველაფერი დასრულდა. მაგრამ რადგან ღმერთმა ინებად ეს ასე არ მოხდა და ვიდრე ქართველიერი არსებობს, ვიდრე საქართველო არსებობს და აგრძელებს არსებობას, ეს შანსი მუდამ იქნება. მაშინ კიდევ ჩავაზუსტებთ, დაუშვათ და ის გეგმა წარიმართა უპრობლემოდ, როგორც თვლიან, რომ ეს უკვე უპრობლემოდ უნდა წარიმართოს, მიმდინარეობს პირდაპირ გასხვისება, გაყიდვა, დემოგრაფიული შერყევა საქართველოსი, შეცვლა, მოკლედ განქართველება მიდის და ულტრამდიდრებისთვის ქალაქები და ქალაქ-სახელმწიფოდ გადაიქცევა მათთვის, ქართველების გარეშე. ქართველთა ამ ტერიტორიიდან გაძევების პროგრამა ჩართულია კარგახანია და წლები გვაშორეს იმ მდგომარეობას, როდესაც ჩვენ უკვე ვიქნებით უმცირესობა და მოსული ფულით ძლიერი, შეუდარებლად ძლიერი, სტატუსით შეუდარებლად ძლიერი, სოფლიო თვალსაზრისით, რაოდენობრივად უკვე ჩვენზე ბევრი მოქალაქეობით აღჭურვილი, ეს იქნება ძალა, რომელიც სრულად დაიკავებს საქართველოს და ქართველი და აქტიურად დაიწყებს ქართველების აქედან განდევნა. კი, უკვე ჯერ ერთი სახელმწიფო ისია მოწყობილი ნებისმიერ კონფლიქტურ მდგომარეობაში, კონფლიქტური მდგომარეობა ახლავს ყოველთვის ჩნდება ყოველთვის ნებისმიერ ადგილას, როდესაც უცხო ელემენტი იწყებს მომძლავრებას რომელიმე ერის ოჯახში. ყოველთვის იქნება გარკვეული უხერხული მდგომარეობა, გარკვეული კონფლიქტური მდგომარეობა. და საქართველოში ის კანონებია შემოტანილი, დანერგილი, რაც ევროპაშია. ესე იგი ეს რას ნიშნავს? ამ კონფლიქტების დროს ქართველი ტყუის, ქართველი ციხეში. მოსულ შეთმობა ყველაფერი. რატო ეს ევროპაში გაკეთდა? იმიტომ რომ იქ ეროვნება უნდა გამქრალიყო, დემოგრაფიული მდგომარეობა უნდა შეცვლილიყო, ევროპა გარდა იმისა, რომ სოდომს აშენებდნენ, გარდა მაგისას ერთდროულად უნდა ყოფილიყო ერების სახარში და ახალი ჰიბრიდის გამომყვანი. ზუსტად იგივე კანონები აქვს დამკვიდრებული. და როდესაც ეს უცხოური ძალა რამოდენიმე წელიწად დაახლოებით 7 წელი ალბათ სავარაუდოდ უმრავლესობას მიაღწევს და გაიფორმებს, ბევრი რამ რომც არ შეცვალოს, თავისუფლად შეიძლება უკვე სახელმწიფო ძალით ეს უმცირესობაში დარჩენილი ქართული ელემენტი სრულად დაბორგოს. აი ამ პირობებში ჩვენ არავითარი შანსი აღარ ვრჩება. რომ ეროვნულ სახელმწიფოებრიობა შევინარჩუნოთ, ან უკან დავიბრუნოთ, იმიტომ რომ არავინ აღარ დავიბრუნებს და აი ეს მოცემულობა იქნება უკვე ზუსტად ის, რომ უნდა ჩაითვალოს ეს არის უკვე უფლის მიერ მოვლენილი სასჯელი. ანუ ეს მდგომარეობა იქნება ის, ზუსტად რასაც ქვია ბოროტი მევენახეების განაჩენი. დახოცავსო მევენახეებს და ვენახს სხვას გადასცემს.
აქაც სხვა საკითხია, იმიტომ რომ ის ვინც მოყავთ, ამასაც ჩვენ ხაზი გავხსვით. ეს არ არის ის, ვინც იმ ვენახს, იმ ფუნქციას ჩაიბარებს და იმ მევენახეობას გაასწევს, რა მევენახეობაც, როგორი მევენახეობისთვისაც მამამ შექმნა ეს ვენახი, ეს ფუნქცია გააჩინა ამ სამყაროში საქართველოს სახით. ის ვინც შემოვა და ის ვისი ხელითაც დასჯა მოხდება, ის არ არის და არ იქნება ის მევენახევისად ჩაბარდება. ასე რომ ეს უნდა გაითვალისწინონ იმათაც. ხეთს არ ვენახის ჩაბარდება. პატრონი არ დაუშვებს იმას, რომ კი ბატონო მევენახეებს ბოროტი წაართვას ვენახი და ხეთს გადასცეს ვენახი. ეგ გადასცეს ვენახი იმას, ვინც ეს მევენახეები გააბრიყვა და ჩააგონა, რომ ვენახის პატრონისთვის ის ვალი არ უნდა ჩაებარებინა. ხო, აი ამაშია სწორედ საქმე. ანუ ამ საკითხშიც კიდევ არის რაღაც საკითხები, რასაც ახსნა განმარტება და ჩაწდომა უნდა. მათ ხეთს ნუ გონია, რომ საქართველოს განადგურებით, გაბრიყებით და განადგურებით საქართველო მას დარჩება და მსოფლიოც მას დარჩება. საქართველოს დაღუპა, რომელშიც ლომის ჭიილს ეს ხეთს იდებს, იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნიშანი კაცობრიობის დაღუპვის. მომავალი საფრთხის. ეს არის საფიქრებელი, ანუ საქართველოს გამორიცხვით ამ შემთხვევაში და კაცობრიობაზე, მხოლოდ კაცობრიობის გადარჩენისათვის ლოცვით რომ ქვეყანას აღარ ეშველებაო. ეს საკითხები მთლად ესეთი იოლად თავსებადი ერთმანეთთან არ არის. აი თუ მართლაც ესე იგი დემოგრაფიულად ასე ვთქვათ მშვიდობიანად გარეშამო, ჯერ კიდე გარეშამო რა ხდება ეს საკითხი სასაუბრო თემაა, რა გველის. დემოგრაფიულად ჩვენ თუ აღმოჩნდებით უმცირესობაში და ის ქალაქები და ის ხალხი მოვა და დადგება, ჩვენ ამისი შემსრულებლები არა ვართ და იქ გაფორმდება, რომ ქართველმა ერმა აი აქ დაასრულა თავისი არსება, როგორც ერმა. რჩება საქართველო, ქვია საქართველო, ნუ შეიძლება გადაარქვა ამ ბოლოში, მსგავსად ეგვიპტისა. ეგვიპტე არის, მაგრამ შვიდი ეგვიპტელი არ არის. კი, ეს განაჩენი, ამ განაჩენს ჩვენ უახლოვდებით, მაგრამ ჯერ არ დამდგარა. ჯერ ბოლო სიტყვა არაა, რა თქვა. თუმცა აქეთკენ მივდივართ. თუმცა აქეთ მივდივართ, მაგრამ საკითხავი აქ არის ეხლა რომ აი აქეთკენ კი მივდივართ, მაგრამ ეს განაჩენი რომ არ დადგეს თითოეული ჩვენთაგანი რას ვაკეთებთ. ჩვენ გვეუბნევიან რომ ლაპარაკი აღარაა საჭირო, ახლა მოქმედებაა საჭირო და გასანთავისუფლებელი გაქვთ, გასაჩერებელი გაქვთ თქვენ. ბოდიში, მაგრამ თუ ასე ვიაზროვნებთ, ჩვენ დაღუპული ვართ. და ამის შემომძახელიც, ვიც ამ შემოძახილით შემოდის, ისიც. ჩვენ რო ვიყოთ ამის გამჩერებელი, ჩვენ. კითხვას არ დავიწყებ. თქვენ არ შეგაწუხებდით. დიახ. და გავაჩერებდით ამ პროცესს და მე ჩაგაბარებდით პატაკს, რომ აი ბატონო, ჩვენ გავაჩერეთ, ეს იყო მოსალოდნელი და გავაჩერეთ. ამის გაჩერება ცალკე აღებულ პიროვნებებს არ შეუძლია და არც ორგანიზაციებს არ შეუძლია. მე მგონი ამის გააზრება რთული არ უნდა იყოს. სწორედაც ამიტომაა რომ ვზივარ და გესაუბრებით, რომ ჩვენ ამ გზით ვცდილობთ თანამოაზრეებს მივაწვინოთ ხმა, ამ გზით ვცდილობთ გავიდეთ თანამოაზრეებზე, ვცდილობთ კავშირები გავავათ თანამოაზრეებთან და ვიპოვოთ ერის წიაღში გაბნეული აი ეს ეროვნულად, პატრიოტულად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც მზად არიან ქვეყნისთვის და ერისთვის იბრძოლონ და კონკრეტული ნაბიჯები გადადგან. ჩვენს ხელს სხვა არანაირი საშუალება არ არის, რომ ასეთი ადამიანები მოვიძიოთ, მივაკლიოთ და ჩვენს ირგვლივ დავრაზმოთ. არავის არ ხალისება ყოველ კვირას აქ ჯდომა და საუბარი. ეს არის ჩვენს ხელში ის ერთადერთი იარაღი, ну ერთ-ერთი იარაღი, ასე ვთქვათ, თავარი იარაღი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია სწორედაც აი ადამიანებთან მისვლა, ხმის მიწვდენა, ვისაც შეიძლება შემდეგ დაეხმნოს აი ეს მოძრაობა, რომელმაც საქართველოს საბოლოო მიზნამდე უნდა მიიყვანოს და გადარჩენამდე უნდა მიიყვანოს. დემოგრაფიაზე როცა ვლაპარაკობთ, როცა ესე ხელაღებით ხდება მოქალაქეობის მიცემა შემოსულ ადამიანებზე. ხვალ-ხვალზე აი აფხაზეთში როგორ მოხდა მაგალითად, ხო?
იქ უმრავლესობა ჯერ კიდევ ქართველები იყვნენ, მაგრამ რადგან მივიღეთ არაქართული უზენაესი საბჭო თუ უმაღლესი საბჭო აფხაზეთში. მივიღეთ ის რაც მივიღეთ, ქართველები აყარეს და გამოუშვეს იქიდან, სათავკარი მიწაწყლიდან, ხო? აქაც ხვალე-ხვალზევით მოქალაქეები, არაქართველი მოქალაქეები შეძლებენ, რა თქმა უნდა, გარეძალების დახმარებით, რომ საქართველოს ხელისუფლებაში აიღონ უმრავლესობა. უნდა გითხრათ, რომ ეხლა ქართული გვარსახელებით მოკალათებულებით ძალიან ცუდ დღეში გვაგდებენ და აი ეს რა პრობლემებიც არის მაგათგან მომდინარე. ქართულ გვარსახელებს ამოფარებულები უკვე მართავენ. ეგენიც ნაკლებ დღეში არ აგდებენ ქვეყანას და ეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში როცა ღიად არაქართველები ჩაიგდებენ საქართველოში ხელისუფლებას, თუ ვინმეს ეს ზღაპრად ეჩვენება, აგერ აფხაზეთის მაგალითი. როგორ ხდება ძირძველი მოსახლეობის თავისი მიწაწყლიდან აყრა და ტოლვილად გადაქცევა. კი ბატონო, აფხაზეთის მაგალითს ცოტა სხვანაირად აგვაქვს მან შესახედი. არა, მე აბსოლუტურ იდენტობაზე არ მაქვს ლაპარაკი და აბსოლუტურ მსავსებაზე. ცოტა სხვანაირად მოხდა. მე იმას ვამბობ, კახარო, აი თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ ჩვენი მიწაწყლიდან როგორ უნდა ვყაროსო. აი როგორც აფხაზეთის მიწაწყლიდან მოხდა, ეს მოხდა. ხო მოხდა. აი როგორ მოხდა? ერთ ნაწილს ჩააგონა იმპერიებმა და ამ იმპერიამ ჩააგონა, რომ შენ არ ახარ ქართველი. შენ ხარ აფხაზი. და ქართველი შენი მტერი, ეს ჩააგონა. სისხლით, ხორცით, ყოფით, ყოფიერებით ჩვენიდან მოდის ეს საქართველო. ხო, საქართველოს გაერთიანება აფხაზეთიდან დაიწყო. ჩაგონება მოხდა, ჩაგონებით იქნა მიღწეული ის, რომ ქართული ფესვი მოიკვეთა და წარტაცვა მოხდა ამ კუთხის მთლიანად. მცირერიცხოვან ნაწილის საშუალებით მას ამოეფარნენ და ეს განახორციელეს. ეხლა ეს მცირერიცხოვანი ნაწილი განწირულია იმ ვებერთელა ოკეანეში, სადაც აღმოჩნდა, თუ ცდილობს კბილები დაიცვას. ეს მოხერხდა იდეოლოგიის შემოტანით და რა იქნება მაშინ, როცა სისხლით, ხორცით, გენით, რწმენით ის სულ სხვა შტოა, სულ სხვა რამეს წარმოადგენს. მას თავისი ვებერთელა სამშობლო, ვებერთელა კულტურა აქვს შექმნილი. აქ აღმოსავლეთის ხალხებზეა ლაპარაკი და იქაც კიდე მარტო არაბებზე რა თქმა უნდა არა ლაპარაკი. და როცა ეს უცხო გახდება მართველი, ქართულ გვარსახელს ამოფარებულებით სადამდე მივედით. მაგრამ როცა უკვე ქართულ გვარსახელს არ ამოეფარებია და არაქართული მასა უმრავლესობა იქნება, ქართველთა დევნა დაიწყება საქართველოში. ჯერ ამ სისტემით უკვე მიმდინარეობს, რა ვთქვით, რომ ჩვეულებრივ კონფლიქტი, სადაც ქართველი ამ შეხლა შემოხლის დროს მართალია კანონი ამტყუნებს. იმიტომ რომ ჩვენ ევროპულად გვაქვს ეს კანონები შემოტანილი. ავიღოთ სკანდინავიის ქვეყნები. თმები ხალხზე დაგიდგება და გადაირევი ისეთი რაღაცეები ხდებოდა და ხდება. პირი დაიჭირეს ბოდიშით, აუპატიურებდნენ ჯგუფურად, დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეს გამოქვეყნდა. და როდესაც გაასამართლეს, ეს აზიელი ტოლვილები გაამართლეს. და ამას მისცეს გაფრთხილება, რომ შენ მაგათთან მისალმება უნდა გქონდეს ისეთი, როგორც საჭიროა და არავითარი რაღაც ცოტა სხვანაირიო. ამაზე ბატონმა აკაკიმ ცოტა ფართოდ იმშელა და ფართო მშელობის საგნად შემოიტანა. თავის დროზე ეს მასალები ქართულ გაზეთებში დაიბეჭდა და ასეთი ტიპის მასალები არ მიგვირს. ეს კანონები უკვე ჩვენთანაც არის, იგივე ფორმატშია შემოსული. აქაც იგივეა. და რა მოხდება მაშინ, როდესაც უკვე პირდაპირ აღარ დაერიდება არც თავის რწმენას, არც იმას და თამამად ამაყად მოდა დაიკავის ხელისუფლებას. იქნება უმდიდრესი, აქ დამთავრდა უკვე საქართველო. ჩვენ ამაზე არ გვაქვს. ეხლა რა აი უნდა გააკეთოთ, კი რაღაცას ვაკეთებთ. რო საუბრობთ ესეთ საქმეა და მარტო საუბარზე არ არის, ვეცებთ თანამოაზრეებს და სასიხარულო უნდა ითქვას, რომ მრავალი ფხიზლდება. ესეც არის. სასიხარულო ამბავია, რომ მრავალი ფხიზლდება. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. მაგრამ აი რას ვაკეთებთ მაინც ეს
საკითხი მაინც დგება. განსაკუთრებით იმ ადამიანებს მიემართება, სწორედ ვინც ამ სულიერ საკითხებში ჩაიხედეს და ჩახედულები არიან. თუნდაც ეს პიროვნება, რომელიც ამბობს, რომ გვირგვინი უკვე წარდაცულია. ჩვენ ვერ ხედავთ და არ ჩანს ის, ვისაც ეს გვირგვინი აქვს მორგებული თავზე. მოდი მაშინ პირდაპირ ვთქვათ. ერთგვარად გვირგვინს ირგებდა ჩრდილოეთი, ჩვენი მართლმადიდებელი ჩრდილოელი მეზობელი. როდესაც იგი გამოდიოდა ინიციატორი მრავალპოლუსიანი სოფლიო ცხოვრების, მომავალი ცხოვრების ერთ-ერთი ფუძემდებელი, ასე ვთქვათ, ჩინეთთან, ინდოეთთან და გლობალური სამხრეთის ქვეყნებთან ერთად. როდესაც უკვე დოლარის ჩანაცვლებაზეა ლაპარაკი და ასე შემდეგ, როდესაც ლაპარაკია რომ არ უნდა ხდებოდეს ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა და ქვეყნების სუვერენიტეტის შეურაცხყოფა, რომ ქვეყნები, ერები უნდა თანხმდებოდნენ ურთიერთხელსაყრელ პირობებზე, შეთანხმების გზით და არა რევოლუციებისა და შიგ-შეჭრის გზით და ასე შემდეგ. ეს ლაპარაკი, როდესაც მიჰყავდა და ცდილობს ეს გააგრძელოს, კი ბატონო, ეს არის გვირგვინის ნაწილი, იმ ფუნქციის, მომავალი ფუნქციის ნაწილი, რაც მან უნდა აღასრულოს, მაგრამ სრულად რომ გვირგვინი მოირგო, აქ კიდევ არის რაღაც დაფარული საკითხები, იმ საკითხების გადაწყვეტის გარეშე ვერ მოხერხდება, მაგრამ არც თუ ისეთი დამაიმედებელი და სასიკეთო ცნობები მოგვდის. ლაპარაკია 14 ტრილიონის გარიგებაზე. მოკლედ, ბოროტების გზა არის ფულის სისტემა და ფულის სისტემაა შესაძლებელი. მოსულმა სიტყვამ ეს ცნობა გადმოგწვა, ეს ცნობიერება გადმოგწვა, კაპიტალიზმი და ფულის სისტემაა შესაძლებელი, სადაც არის ბოროტების თავი დამარხული. და ჯერჯერობით არ ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ომმა ძალიან ბევრ რამეზე აიძულა და ბევრ რამეზე შემოატრიალა ამ ქვეყანაში გარკვეული საკითხები, მაინც არ ჩანს ჯერჯერობით, რომ ის დგება იმ სიახლის ავანგარდში, რაც საქართველოდან მიეწოდა კაცობრიობას და ერთ-ერთი პირველი მსმენელები, ვინც იყვნენ დაამტვისებლები, სწორედ ამ ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ, თანაც საელჩოს, თანაც სახელმწიფო მოღვაწეთა დონეზე. ისე კი არა, რომ ვიღაცამ გამოიგარა. კი ბატონო, არ ჩანს და საიდან იკითხება ეს? ხდება გარკვეული სტრუქტურების უკან დაბრუნება, მაგალითად ერთ-ერთ აეროპორტზე, საერთაშორისო აეროპორტზე, საიდანაც გავიდა უცხოური კომპანიები, ხო, ჩვეულებრივ რუსეთიც ასევე გაყიდულია, როგორც საქართველო იყიდება და გაყიდულია. გავიდა დატოვა, სახელმწიფო მაიღო თავის თავზე, როგორც სტრატეგიული დარგი და სასწრაფოდ მოახდინა მისი კვლავ პრივატიზაცია. ვის ხელში უნდა გადავიდეს, რუსი ერის საკუთრება უნდა განხორციელდეს, თუ ეს დროებითია ომთან დაკავშირებით სამხედრო მობილიზება და შემდეგ ისევ კერძო პირებს ჩამოურიგებენ გარკვეულ საწარმოო სიმძლავრეებს, რომ დადექით და ფული აკეთეთ და ოქროს იახტები გაიკეთეთ, იცურავეთ წყნარ ოკეანეშიო. 14 ტრილიონზეა ლაპარაკი. ამერიკასთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკება გარიგებით რუსეთის ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სიმდიდრეების 14 ტრილიონის საკითხების გადაწყვეტაზე მიდის ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკება. ეს გამოჟონა, გამოვიდეს. იგი რუსეთი დგას იმ არჩევანის წინაშე, შეასრულოს თავისი მისია და ფუნქცია თუ არა, თუ კვლავ მეორედ გაიაროს იმ გზაზე, რასაც ქვია დასავლეთთან კაპიტულაცია, ოღონდ იმ დაგვაროთ, რომ თითქოს გაიმარჯვა და ტერიტორიები დაიბრუნა უკრაინიდან რაღაც ნაწილი, მაგრამ დარჩეს ამავე ფორმაციის, ამავე ფულის სისტემაში ამერიკის ვასალად და თავისი სიმდიდრე 14 ტრილიონის ღირებულება ერთად შეჭამა. ომამდე ფაქტიურად ეგ ხდებოდა. და რა ხდებოდა? რუსი ოლიგარქია, ბჭყალებში რუსი, იმიტომ რომ ოლიგარქს სამშობლო არ აქვს, იწითელი მასონია, თალმუდისტი მასონია, ასე ქონდა მოწყობილი. როგორც ჩვენთან არის, რა ჩვენ გახდება. ისედაც არის წარმომავლობითაც არის. კი ბატონო, კი, რა თქმა უნდა.
და ასეთნაირი პოლიტიკა ქონდა. გავიყვან გას ამასთან, გავიყვან გას მივატვი ნავთობს ის. და ამექვემდებარებიან, იმიტომ რომ როცა ჩემ პოლიტიკას არ გაატარებენ, მე შემეძლება დავკეტო. ანუ ეს იყო ფარული გავლენების გაფართოება. ანუ მარი რესურსი შეიძლება ასეთი გავლენები მოახდინო. ეს მე მყოფნის. გაზი არის, ნავთობი არის, წიაღისეული არის და არ ნედლეულის ბაზა და ნუ მოხვალ, ჩემთან ახლო ნუ მოდიხარ. აი ახლო რომ მოდის ნატო, ესე იგი წართმევა უნდა. კი, ხო იცის ახლა მტაცებელს ძალიან კარგად იცის. მიახლოვდებ, ესე იგი წართმევა კიდე და ნუ მიახლოვდები. აი ეს იყო. რამე ასეთი გათვლა იყო, რომ დარწმუნებული ვარ დასავლეთი ესეთი ხისტად რომ არ მოქცეულიყო. ნუ დღესაც შეხმატკბილებული ხო რა თქვა, იქნებოდნენ. მაგრამ ასე მოხდა, ეს ძალიან დიდი საკითხია, დიდი მსჯელობის საგანი არის, მაგრამ მოხდა ასე და ამ ომში საჭირო გახდა რომ ეროვნული სული ნაწილობრივ მაინც გაეღვიძებინათ. თვითონ ახლა აცნობიერებენ, ისი არ ხდება რომ ვერ აცნობიერებდნენ, თვითონ ყავთ ადამიანები, ცოტა სხვანაირად მოაზროვნეს, სხვა დონის პირები, რომლებიც ამობენ რომ ეს ყველაფერი დამთავრდება მაშინ, როდესაც რუსეთი დაიწყებს სხვანაირ ცხოვრებას, სხვანაირი ცხოვრებისათვის მოემზადება და არ დამთავრდება არც ერთ შემთხვევაში სასიკეთოდ. ეს ომი და დაპირისპირება, თუ ისე დარჩება ყველაფერი როგორც იყო. ესე იგი რა ბოროტი, მოდი ვთარგმნოთ, რა ბოროტის ცხოვრების წესითაც აქამდე ცხოვრობდით, თუ ეს ომი დამთავრდა და ისე დარჩა, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ომი არ დამთავრდება. ომი დამთავრდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქართულად თქვათ, ბოროტების გზას დავაგდებთ. ამას აცნობიერებს ის. კი, მაგრამ სამთავრობო კულისებში იქ სხვა რაღაც საკითხები წყდება. ეს არჩევანი ჯერ არ ჩანს ცხადლივ. რუსეთს აქვს ორი გზა, ან ასრულებს თავის სულიერ მისიას კაცობრიობის წინაშე და რა არის ეს სულიერი მისია საქართველოსთან გაცნობიერებულად მიწოდებულია საკამაო რაოდენობით, ან ამ მისიით არ მიდის, ერთგვარ კაპიტულაციის გზას არჩევს დროებითი ამოსუნთქვისთვის ბჭყალებში, მაგრამ კაპიტულაცია რაც არ უნდა შეინიღბოს დაუშვათ 14 ტრილიონიან გარიგებით და მომავლის სასიკეთო, თითქოს სასიკეთო შეთანხმებებით, მაინც მოუწევს დასავლეთთან დაჯახება, მაინც აღმოაჩენს, რომ იგი ალყაში მოუქცევიათ და აასრულებს მეორე მისიას და ფუნქციას. ასაც ქვია ყველაფრის განულება. წავა ყველაფერი კატასტროფისკენ და არც ეს საკითხები თუ აკვირდებით, არ ეხსნება კაცობრიობას. კი ბატონო, ჩვენ სიტყვა რა არის ლოცვა? სიტყვა, ხო? და რო საუბრობ, და რაზე საუბრობ? სიტყვას ძალა აქვს, ლოცვა, სიტყვა. და გაჩუნდით და იმოქმედებთ, ხო, მოქმედებთ, ჩვენ ამ საუბრით მოქმედებთ. ხო, ჩვენ რა გვინდა, როგორ გვინდა გაგრძელდეს მახლობელ აღმოსავლეთში, მალე შეიძლება აპოკალიფსი დაიწყოს აქედან. შეუქცევადი პროცესი, რაც დაასრულებს დედამიწაზე სიცოცხლეს. ეს რა თქმა უნდა, არ უნდა დაუშვათ სულიერად, არ უნდა დავყვეთ. ჩვენ სულიერად იმაზე კი არ უნდა ვიმუშაოთ, რომ ეხლა ერთმანეთს ამ ძალებმა ცეცხლი გაუხსნან. ამერიკა მთელი თავისი არმადით წარმოდგენილი. ისრაელის ფანატიკოსი, სიონისტი ხელისუფლება სისხლს ითხოვს, ომს ითხოვს. ჩინეთია იქ, რუსეთია, ირანია. სამხედრო გემებით. ერთ წუთში შეიძლება ეს მშვიდობა, რომელიც თიხის ფეხებზე დგა, ახლა უცებ ჩამოგვეშალოს. ვერ წარმოვიდგენ სოციალურ ქსელებში ისეთი აჟიოტაჟია, ისეთი მოთხოვნა, აი წამებს და წუთებს ითვლიან, ვერ ითმენენ, ერთი როდის დაარყავს ამერიკა ირანს, ოცნებობენ პირდაპირ, ეს ლიბერალურად განწყობილი ჩვენი მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც
მიაჩნია, რომ ყველგან ყველაფერში ამერიკამ უნდა გაიმარჯვოს. კარგი, გაიმარჯვოს. ეპშტეინს რა უყოთ? აი ვიკილიქსმა რო გამოაკვეთა ჯემალი. მაგაზე აღარავინ არ იცი როგორ არის კახარო ეს ამ საზოგადოების ის ნაწილი საკმაოდ ალოგიკურობით გამოირჩევა რა. აი ვერ აკავშირებენ მოვლენებს ფაქტებს ერთმანეთთან და რა არის შემდეგ შეიძლება მოხდეს. აი მაგალითად ერთ კეთვი რა. ის ქალბატონი ჟურნალისტი რომელიც დაკავებულია, ხო, მას მიანიჭეს სახაროვის პრემია. უნდა დაგენახა რა ზერზე მიიღო, რომ ქალბატონს ეს სახაროვის პრემია გადასცეს. ეს მოდის უცოდინრობით, უწიგნურობით, საქმეში ჩაუხედაობით და უბრალოდ რაღაცა ცრუ იდეოლოგიაზე აყოლილი ეს მასა რას ზეიმობს თვითონაც არ იცის. ის რომ სახაროვი იყო რუსი ებრაელი, შოვინისტი, ქართველ მოძულე, რომელიც საქართველოს ეძახდა პატარა იმპერიას, რომელსაც თურმე ამის დაშლის დროც მოვიდა. დაყრობილი ყავდა თურმე ოსეთის ტერიტორია, დაყრობილი ყავდა აფხაზების ტერიტორია და მოვიყავთ ჩვენ საშინელი ხალხი, პატარა იმპერიას ეძახდა. თურმე აი ამნაირი შოვინისტის პრემიას რომ მიანიჭებენ ვიღაცას. ეს თურმე დიდი ამბავი ყოფილა და დიდი წარმატება ყოფილა და დიდი აღიარება ყოფილა. ეხლა ეს მაგალითი რატომ მოვიდა? ეს არის ყველაზე ელემენტარული, რაშიც ადამიანი შეიძლება ძალიან მარტივად გაერკვას, ხო? ამაში თუ ვერ გაერკვევ, ეხლა დანარჩენი ეს უკვე პოლიტიკა უფრო რთული საკითხია, ხო? ეხლა პოლიტიკა ყველაზე რთული მეცნიერებაა. ძალიან ბევრ რამეში უნდა ერკვეოდე, რომ სწორი ანალიზი გააკეთო და სწორი დასკვნები გააკეთო. როგორც მინიმუმ ისტორიაში უნდა ერკვეოდე, ამ ყველაფერს რა უძღოდა წინ, საიდან მომდინარეობს ტრადიციულად რა უდევს საფუძვლად ამ ყველაფერს და ასე შემდეგ. ახლა დაუბრუნდეთ ისევ იმ თემას, ხო, რადგანაც წაგვიყვანა საუბრის ამ მიმართულებით. ირანისა და ამერიკის დაპირისპირების თემა. ჩვენ დემოგრაფიულ პრობლემაზე ვლაპარაკობთ. ეს ყველაფერი იქნება მონაგონი იმასთან შედარებით, თუ იქ დიდი ომი დაიწყო. კავკასიის სამი სახელმწიფო, რომელიც არის პირველ რიგში გადაიტენება ტოლვილებით და მათ შორის საქართველოს. ეს დღეს რა მოცემულობას გვაქვს, ეს სათქმელი და მოსატანიც არ იქნება იმასთან. ხო. მერე არსებობს ბირთვული საფრთხე. ის რომ ამერიკა თუ ირანს დაარტყავს, მერე ირანი უპასუხებს მის სამხედრო ბაზებზე დარტყმებით და პირველ რიგში უპასუხებს მის უპირველეს მოკავშირეს ისრაელს დაბომბით. ეს დამალული არ არის და ყოველდღიურად ამას აცხადებენ. იქით თავის მხრივ ისრაელი იმუქრება ატომური იარაღის გამოყენებით. ანუ ამ ყველაფერს საით მივყავართ. რატო უნდა გულშემატკივრობდე დიდი ომის დაწყებას, ხალხის ხოცვა-ჟლეტვას, ჯერ საერთოდ ჩვენ რომ არანაირად არ გვეხებოდეს და ჩვენთვის არანაირი უარყოფით შედეგი არ მოგონდეს, ეს სხვა საუბრის თემაა. ადამიანს რატო უნდა უნდოდეს ომის დაწყება? ხო, ორივე მხრიდან ომი ხო ნიშნავს, რომ ორივე მხრიდან ვიღაცები უნდა დაეუბნენ. ახალგაზრდები არიან, ხო, იქ სამხედროები ახლა 90 და 100 წლის მოხუცები, ლოგინში ჩავარდნილები, რომელსაც ისედაც თავშოთ ბევრი აღარ დარჩენიათ, იქ იარაღასხმული არ იბრძოლებენ და ვერ იბრძოლებენ. ორივე მხრიდან უნდა დაეუბნოს ახალგაზრდები, ხო? მსხვერპლი ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მხედველობა. ჯერ ეს რატომ უნდა გინდოდეს და მერე ცოტა თხოვნა გაიხედო წინ და განსაზღვრო, ეს რას მოიტანს. თუ ეს ის არის, რომ ოღონდაც ამერიკამ ყველგან გაიმარჯვოს, რაც შეიძლება ბევრი ქვეყანა დაიპყროს და ბევრი სიმდიდრე ჩაიგდოს ხელში და საქართველოს წყალსაც წაუღიაო, ნუ კი ბატონო, მაშინ გასაგებია ეხლა ეს რასთან აგვაქვს საქმე. ნუ აქ მაგრამ თუ საქართველოს სახელი გამოდიხარ და აგერ ლოზუნგებს აყენებ, რომ საქართველოს თავისუფალი უნდა იყოს და ვითომ საქართველოსთვის იბძვი და დღეებია ქუჩაში გახარ და თავს არ ზოგავ, მაშინ რას მივაწეროთ ამდაგვარი დამოკიდებულება? უნდა იცოდნენ, რომ ირანის საკითხი ასე მარტივად არ გადაწყდება. ირანი არ არის ერაყი ბატონო. კი. არ არის ერაყი და ირანის მიწასთან გასწორებას მოჰყვება იმხელა ტალღები, რაც საქართველოს იმსხვერპლებს. ვინც ამ ომს გეგმავს, იმას საქართველოს ბედი საერთოდ არ აინტერესებს.
ეხლა ну რა თქმა უნდა პრიმიტიულად ასე გაიგება რომ ირანი რუსეთის მოკავშირეა, რუსეთი ჩვენი მტერია, ირანს თუ წაუქცევენ, ხვალ რუსეთსაც წააქცევენ ანალოგიურად და მერე განთავისუფლება და მერე ნატოშიც გავწევრიანდებით, ევროკავშირშიც, ამერიკასაც და ევროპასაც სიყვარული ირანი წააქციეს მოერინე, მაგრამ რუსეთი რომელიც უზარმაზარი ბირთვული პოტენციალის ქვეყანაა. როგორ უნდა წააქციო, როგორ უნდა დაამარცხო? დამარცხებისკენ წავა საქმე და განადგურებისკენ წავა საქმე. ეს რუსული პოლიტიკური ელიტა. ეხლა კადაფის და ჰუსეინის ბეძე რომ ხელს არ მოაწერს და არ გაიზიარებს და ესე ბოჩოლასავით არ გაყვებათ რომ მოდიდან ეს ჰუსეინი ჩაუმახჩე თუ პუტინი რო არ გაყვება, რა ვიცი ხა, მე მგონი მაგას უნდა ხდებოდნენ, ხო? საქმეებაშია რომ ჯერ ერთი ვერ წარმოუდგენიათ, მერე არ წარმოუდგენიათ, მერე პირდაპირ ეკომდებარებიანი პროპაგანდას, რაც დასავლეთს თავის მიერ წარმოებულ ომში ჭირდება, სატელიტებისთვის, ჭირდება თავისი თავზე დაქვემდებარებული ბრმა ძალისთვის და არ შეიძლება რომ ვინმეს ხელში ჩვენ ბრმა იარაღს წარმოვადგენდეთ. ეხლა ფიქრობენ რომ უბრალოდ ეხლა გამოაცლიან რუსეთს ირანს, მოწყვეტენ სამხრეთთან კავშირს, ინდოეთი უკვე შეაცვლენეს გარკვეული პოზიცია, ჩინეთთანაც როგორღაც გააწყვეტიდებენ კავშირს, ალყაში მოაქცევენ და ბოლო-ბოლო რუსეთი თვითონ დაიშლება შიგნიდან და ახლობთ ესეთია მათ დამოკიდებულება. ყოველ შემთხვევაში თვლიან რომ დასავლეთი უეჭველად ხვალზევით გამოვა გამარჯვებული. კარგი, დავუშვათ. ჯერ ერთი მოსული სიტყვიდან გამომდინარე ვიცით რომ დასავლეთი ამ ჭიდილში გამარჯვებული ვერ გამოვა და ვერც აღმოსავლეთი. თუ ბოროტების გზას კაცობრიობა არ აგდებს, კაცობრიობას რომ აი ამ დიდ დაჯახებით ამ ჭიდილით უნდა დაიღუპოს, იმიტომ რომ ეს ჟამი, როცა ხდება ჩვენი ყოფნა არ ყოფნის საკითხი, ესაა ჩვენი ყველას ერთად გამოცდა. ეს დროა. და დაუშვათ და გაიმარჯვა დასავლეთმა. დაუშვათ ამ ჭიდილში. კარგი და დასავლეთი რა არის? რა ღირებულებებია? ეპშტეინის კუნძულმა გამოაჩინა მთელი სიცხადი თუ რა ღირებულებების მატარებელი ელიტა მართავს ევროპას, მართავს ამერიკას, მართავს მსოფლიოს. შეძრულია თვითონ ამერიკაში საზოგადოება. მსოფლიოში. და ამძალად თუ გაიმარჯვა, რას იკეთე უნდა მოგიტანოს მან. ახლა ლაპარაკი გაუგონა რა გვირახსნილებაზე, 6 მილიონამდე ფაილია, ყველაზე დიდი გარეწრობის, არ ვიცი რა ვთქვა, რა სიტყვებიც ვერ მომიძებნია, რაც უკავშირდება ამთან დიდ პოლიტიკას, იგივე პანდემიის მართვის საკითხებს, მსხვერ შეწირვის საკითხებიც კი ეს გამოტანილი არ გვინდა რომ დავიჯეროთ, მაგრამ ამას თვითონ ამბობენ, თვითონ გამოაქვს. გასაგებია ეს ფიზიკურად ვერ გამოვიდოდა ეს სიმყრალე ასე ღიად ვერ გამოვიდოდა. დროდადგა და უნდა გამოსულიყო. აი ფიზიკურად თუ ავხდით რა არის განხეთქილება, სატანის კარზე თუ სიმბოლურად ვიმჟელებ, განხეთქილება, ორი დიდი ძალა ერთმანეთს ეჯახება და ერთმანეთის დისკრედიტაციას ცდილობენ და გამოაქვთ ის, რაც დაფარული იყო აქამდე. ერთმანეთს უსაჯარავებენ, დანაშაულებენ. აი ამას გზავსებისთვის, როგორც საქართველოში ქართული ნაციონალური მოძრაობის ჩადენ დანაშაულებებს ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებდით, ყოველ შემთხვევაში რაღაც გვესმოდა ის, მაგრამ ასე ვიდეო მასალა წარმოდგენილი და ფაქტები წარმოდგენილი ვერასოდეს ვერ ვიხილავდით, რომ არა ქართული ოცნება და მასთან დაკავშირებული გარკვეული ძალები, რომლებიც ეს გაასაჯაროებს. თავის მხრივ ახლა ქართული ოცნების დანაშაულებებს და მათ ჩადენილ დაუშვათ კორუფციის თუ სხვა სახის დანაშაულს ვერასოდეს ესე დოკუმენტალურად ვერ ვიხილავდით, რომ არ არსებობდეს მეორე მხარე, რომელიც დრონებითაც კი დაფრინავს და ისა დრონებსაც კი აფრენს და იღებენ სასახლეებს ამ ფუნქციონერების და გვაჩვენებენ ამდენი მილიონი და მილიარდიანი დიახ, ერთის მხრივ ეს ოპოზიცია დაახლოებით იგივე ხდება მსოფლიო მასშტაბით. ერთმანეთს უსაჯაროებენ იმას, მაგრამ ხა ფაქტად რჩება ხო, რომ ეს ხო არ იყო ისეთი რაღაცა, რომ ხა ერთი ბავშვი დაიკარგა და
ძალოვანმა სტრუქტურებმა და სპეცსამსახურებმა ვერ მიაკულიეს იმის სასავალ დასავალ. ათასობით ბავშვი იკარგებოდა, მიყავდათ მოდი ჯემალი რა არის, იცი? მე არ მინდა დავიჯერო, რომ აი ესეთი უკანასკნელი და არა ადამიანია. ჩვენ დავიჯერებთ, ხო არ დავიჯერებთ. ხო, მე მაინც მაგრამ ფაქტად რჩებოდა. ფაქტი ის არის, რომ ასეთი ტიპის იარლიყებით უკვე დაიწყეს გამოტანა და დისკრედიტაცია მსოფლიო მმართველობის სათავეებში ყოფებისა ერთმანაწილმა მეორესი. არა, ისიც ფაქტია, რომ ჯერჯერობით დასჯილია, არავინ არ არის. თან გამოდის ეს მასალები და თან თავარი მოსამართლე აცხადებს, რომ ეპშტეინის კუნძულზე და მის პიკნიკზე ყოფნა არ არის დანაშაული. ამერიკის დაზვერვა, რომელმაც ზეპირად იცის ირანში თუ სხვა ქვეყანაში, მაგალითად ირანში, რომელ ბუნკერში, რომელ გამოქვაბულში რა ტიპის რაკეტა ინახება და რა ისახის იარაღია გადამალული და აი 12-დღიანი ომის დროს სახლებში რომელი სადათევდა ღამეს ის მაღალჩინოსნები და გენერლები ზუსტი ინფორმაციები ჰქონდათ და ის სახლები დაბომბეს. ეხლა ისინი შტერები ხო არ იყვნენ, საუბრად მომზადებული სიტუაცია იყო და რა თქმა უნდა ადგილსამყოფელს შეიცვლიდნენ, ხო, სადღაც დაიმალებოდნენ, რომ არ მოხდებოდა, მაგრამ მაინც მოხდა, დაბომბეს. ანუ ამერიკის დაზვერვისთვის ცნობილი იყო, ვინც იძინებდა, ვინც ადათევდა ღამეს. და ამხელა რაღაც ხდებოდა მის ტერიტორიაზე. და ამერიკის ძალოვნებმა ამის შესახებ არაფერი არ იცოდნენ. ამის დაჯერება რა ვიცი ხლა. სატანური მართვის მეთოდოლოგია ღიად გამოდის და ამერიკის სპეცსამსახურებიც სწორედ ამ საქმეების თანამონაწილეებია, ისევე როგორც სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებიც. ეხლა რატო გვინდა ეს თემა არ იქნას ესე გატარებული? როდესაც მაინც ეს ჩვენი წარმოდგენები ესეა, რომ ბოროტების იმპერია ერთი ჩრდილოეთი რუსეთი, მამა აბრამის ბატკანია თურქეთი, ირანიც გასაგებია ესეც ბოროტია, ბოროტების გვერდზე დგა და იმიტომ და აი ევროპა და დასავლეთ თუ გაიმარჯვებს სიკეთია. კაცო, როგორი სიკეთია, როდესაც ელიტა ასეთია. აი ამ ილუზიიდანაა ყველაზე მთავარი გამოსვლა, რომ ხსნა მათგან არ წამოვა. მათგან მოდის შენი როგორც ადამიანის დაღუპვა. ჩვენ ვერა და ვერ მივედით ვერც იმ თემამდე, რომ გვეთქვა ორიოდი სიტყვა ამ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებითაც. ხელოვნური ინტელექტი უკვე გველივით შემოგვიძრინეს. ერთი შეხედვით შესანიშნავ თანამშრომლობას და მეწინააღმდეგობას და მეგზურობას ვთავაზობს თითქმის ყველაფერში. და რაც დრო გავა უფრო მეტად დაიხვეწება. მაგრამ საბოლოო მიზნებისთვის ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ისაა, რაზეც აპროგრამებენ, რაზეც დაპროგრამებულია, ის იმ პროგრამას ვერაფრით ვერ გაცდება, ეს არის ყოვლა ტყუილი, რომ ის თავისი დაიწყებს განვითარებებს და ასე შემდეგ. ეგ პროგრამა თუ არ ჩადეს, პროგრამირება თუ არ მოხდა მაგ მიმართულებით, ის თავით არაფრის გამკეთებელი არ არის. ეგ ისევ ადამიანის ნახელავია. და ვინ აპროგრამებს ამ ხელოვნურ ინტელექტს და ვინ არიან მსოფლიოს მომავალი ცხოვრების დამპროგრამებლები, ვინ არიან? გადახედეთ ეპშტეინის კუნძულზე მოძრავ ხალხს, მასთან დაკავშირებულ ამ მსოფლიო ელიტას და ეგ ელიტა ვის დაგვიპროგრამებს და დაგვიპროგრამა ეს ეგრეთ წოდებული ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ტექნოლოგიები, ციფრული ყოფიერებას ვინც განსაზღვრავს. ესე იგი, ვინ გამოახლოს ტექნოლოგიების უკან? ქრისტიანი? მორალური ადამიანი? და რო გინდა რომ ეს დამარცხდეს და ის გამოვიდეს გამარჯვებული, ვინ გინდა რომ გამოვიდეს გამარჯვებული? და შენ გონია რომ ის რო გაიმარჯვებს ეს შენი სიკეთე იქნება. ამაშია საქმე, ამაში უნდა გაერკვას რაც შეიძლება ბევრი და ბევრი. გარკვეული ნაწილი გარკვეულია. მაგრამ საკმარისი არის თუ არა ეს იმისაც რომ ერი გადარჩეს მაინც არიან. ცოტა დრო მაინც გაგვიხანგრძლივდეს. და აქ მაინც ალბათ ისე უნდა შემოუბრუნდეთ ჩვენ პრობლემას, ჩვენ საკითხს, რას ვაკეთებთ. აი სულიერებაში მეტნაკლებად და ანდაც საკმაოდ ღრმად გათვითცნობიერებულ ადამიანებს მინდა ერთგვარად მიმართოთ გარკვეულწილად. ალბათ ერთმანეთს უსმენთ, ალბათ ვიგულისხმოთ, ან უკვე აღარც უსმენთ,
მაგრამ მაინც სათქმელი უნდა ითქვას, რას ვაკეთებთ? საკმაოდ ბევრი აცნობიერებს, რომ ერიღუპება და საჭიროა ყოველგვარი პარტიული საკითხების გვერდზე გადადება და ერის გადარჩენისათვის დავდგეთ ერთად და გამოვიდეთ. აი რა არის გასაკეთებელი? აქაც არის ორი საკითხი. არის ერთი მინიმუმი. ხალხის სიმრავლით და სიმტკიცით გავაჩერებინოთ, დროებით მაინც გავაჩერებინოთ პროგრამა მინიმუმი და პროგრამა მაქსიმუმი. მივახციოთ ფორმაციული ცვლილებას, რაც ლაპარაკი გვაქვს. ანდაც წავიდეთ ფორმაციული ცვლილებებისაკენ. იქით წავიდეთ ეროვნული საკუთრებისაკენ, გაყიდულ გასხვისებულის უკან დაბრუნებისაკენ, რეალურად და მართლაც ღია საზოგადოების ჩამოყალიბებისაკენ, სფერული მართვის სისტემის შექმნისაკენ, რომ წავიდეთ. ეს პროგრამა მაქსიმუმია. მინიმუმი ამ პროექტების გაჩერება მაინც მსგავსად ნამაყვან ხესისა. მსგავსად. ამიტომ პოლიტიკურ ნაწილს, პოლიტიკურ იმ ცენტრებს, რაც ყალიბდება, ანდაც რაც უკვე ჩამოყალიბებულია, ქართულად მოაზროვნეებზე გვაქვს ლაპარაკი. რა შეიძლება ეს ელემენტარული პირველი პუნქტის შესასრულებელი ნაბიჯი როგორ გახორციელდეს, ეს მარტივი საკითხია. შეთანხმებაა უბრალოდ საჭირო. ამაზე ერთგვარად მუშაობთ, ჩვენ რაზე ვმუშაობთ და რას ვამბთ, რას ვაცხადებთ. ეს საკითხი გადაწყვეტონ და რა თქმა უნდა მათ გვერდით ვდგავართ. იმიტომ რომ ზოგადი ფორმულა ადამიანი, ერი, კაცობრიობა სამი ღვთაებრივი წარმონაქმნია დედამიწაზე. და ის ვინც ერის გადარჩენისთვის იბრძვის, ღმერთი მასთან ის ღვთაებრივ საქმეს აკეთებს. და ის ვინც მართლა ჭეშმარიტად საკუთარი ერის გადარჩენისათვის იბრძვის, ის კაცობრიობის საქმესაც აკეთებს. ის ადამიანის საქმესაც აკეთებს, იმიტომ რომ ერის გარეშე კაცი ადამიანი ვერ ჩამოყალიბდები. ერია ის სკოლა, სადაც შენ ადამიანად უნდა ჩამოყალიბდე და ამ აღლდე კაცობრიობის სიმაღლემდე გახვიდე. ესე იგი ჭეშმარიტი ეროვნული საქმის კეთება კაცობრიული საქმის კეთებაა. აი ახალი სიტყვა, ახალი ცნობიერება ამას გვასწავლის. ამიტომ თუ ჩვენ პარტიულ და ჩვენი შეხედულებათა სხვადასხვაობებს დავძლებთ პოლიტიკური ორიენტაციებისა თუ პროგრამების თუ ამა თუ იმ საკითხებს გვერდზე გადავდეთ, თუნდაც სამომავლო დისკუსიისთვის და ხალხმა გადაწყვიტოს კაცვე შემდგომში ვირა და როგორ. და აი ამ დამღუპელი ერის გამყიდველი პოლიტიკის გაჩერებისათვის საჭირო ნაბიჯს გადავდგავთ ერთიანობით. ეს უკვე უზარმაზარი და უშველებელი ნაბიჯი და ღვთისგან დალოცვილია ეს გზა. ამიტომ დავანებოთ თავი წარსულის წამოქექვას, განკითხებას, შენ მაშინ რატო არ აცნობიერებდი, როცა მე გავაცნობიერე, რატო არ ირწმუნე, რატო ვერ გაიგე, გავიგოთ ერთი რამე, რომ საკმაოდ რა ვქნა ახლა, კარგი იყო რომ ესეთი ბუნება არ ქონოდა ან დაგვეძლია, ცოტა არ იყოს და პატივმოყვარეობა მოძლიერებული გვაქვს. წამყვანი ნაწილის წარმომადგენლობას. მეტადრე მოძლიერებული გვაქვს ქართველობას. ამიტომ თითოეული სიტყვა ის წარსულის გახსენება, რომ აი მაშინ შენ რო იქიდექი, აქიდექი და ასე შემდეგ, ეს წინაღობებს წარმოქმნის. ან ვერ გაგვიცნობიერებია რის წინაშე ვდგავართ. ხო, კარგი ეს ფუნქცია ვერ მივიტანეთ. არ მიგვატაინეს, ვერ გაიცნობიერა ერმა, რომ აი რა ჟამია და ხო, სრულად ვერ გაიგო უბრალოდ. გუმანით ყველა ხდება. შინაგანად, სულიერად ყველა ხდება, რომ რაღაც აქ ისი არ არის, რაღაც განსხვავებული სხვა რამ არის. ხო. მაგრამ იმას მაინც ხო ხვდებით, რომ უკვე ჩვენი დრო იწურება. ხო და გვინდა რომ აუცილებლად ზომა უნდა მივიღოთ, ჩვენ უკან დასახევი გზა არ აქვს.
ესე იგი, ან ვერ ვაცნობიერებთ ამ საფრთხის სრულ მასშტაბს ჩვენც, ვინც ამ სულიერ საკითხებს ვიცნობთ, ჩვენც ვერ ვაცნობიერებთ. ჩვენც ვერ ვაცნობიერებთ იმას, რაც გვეუბნებოდა ბატონი აკაკი. დიდი ომის დროს სვანეთში იყო ტაძარი, სადაც მოსისხლეთ გადაკიდებული გვარები ცალ-ცალკე კარიდან შედიოდა, იქ მახშთა შემადგენლობა ხდებოდა და იდებოდა ფიცი, რომ ომში ერთად უნდა ეუბნათო. გადიოდა ნოს იგებდნენ და ბრუნდებოდნენ. ესე იგი, ჩვენ ეს ვერ გაგვიცნობიერებია. წარმოვიდგინეთ, რომ ეს ორი მოსისხლეთ გადაკიდებული გვარის წარმომადგენლები სვანეთში თან თაშეს უძველესი წესი ვიცით რა ეს როგორ არის. ამას როგორ არიგებდნენ. რომ საერთო ომი უნდა მოგებული ყოფილიყო, რომ გადარჩენა ყოფილიყო. ხო? მახშნი და ის ხალხი, ვინც იქ იყვნენ, იდგნენ და იმ წარსულ ცოდებს ახსენებდნენ და შეესეთო, შეისეთო და ერთმანეთს მაგებს დაძახოდნენ და ასე ხდებოდა იმ ტაძარში მორიგება, იმ გადარჩენისათვის ერთიან ომში გასასვლელად და ჩვენ როგორ ვესმის. ეს იმ ნაწილზე მაქვს ლაპარაკი, რომელიც აცნობიერებს იმას, რომ დიახ, აი იმ წმინდანებივით, ვინც თავი დაასდო და ღვთისმშობლის ხატს ფეხი არ დააბიჯა თბილისში. იმ წმინდანებივით 100,000 ქართველი, 100,000 ჩვენი თანამოქალაქე, ძირფას თანამოქალაქეა საჭირო, რომ გამოვიდეს და ელემენტარული მოქალაქეობრივი ვალი მოიხადოს და ვთქვათ, რომ არ გვინდა ჩვენ ეს გაყიდვა და უარს ვაცხადებთ. ესე იგი, მაინც ღმერთმა ძალიან შეგვიმსუბუქა საკითხი და საქმე, არც ხმალი მოითხოვება, არც ძალმომრეობა მოითხოვება, მოქალაქეობრივი ვალის მოითხოვება, მეტი არაფერი. გამოდი და აჩვენო, რომ შენ ამ საქმის წინააღმდეგი ხარ. შენ არ გინდა რომ გაიყიდო, შენ არ გინდა რომ შემოასახლო. სართულ გაყიდული საქართველოს ეს დაუშვებელია. ეს უნდა დაანახო აქ მყოფ არსებულ ფაქტობრივ ხელისუფლებას, ეს უნდა დაანახო იმ ყიდველსაც, შემოჭრილსაც, უნდა იცოდეს რომ აქ ქართველი ერი და არ დაუშვებს. და თუ გაცნობიერებული გვაქვს, რომ ეს აუცილებლად გასაკეთებელია, რომ ეს ღვთაებრივი საქმეა. ახლა ის დეტალები ვერ ესმის სამყაროს, არ მიგვატაინეს ისე, როგორც საჭირო იყო, გასაგებია. მაგრამ ეს საქმე როგორ უნდა მოვამზადოთ? ერთმანეთს დაუწყოთ ძახილი, შენ წარსულში ესექენი, ისექენი და ასეთნაირად შედგება ეს ჩვენი ერთობა, ჩვენი წმინდა ქართული ზნემაღალი ლაშქარი ვერ შედგება. იყო დრო, როდესაც ცალკეული ფეოდალების ამბიციებს და კაპრიზებს ეწირებოდა ეროვნული ინტერესები და ქვეყნის ბედიღმალი და მომავალი. დღეს ქართველებს კარგად რო გავიაზროთ, რა გვაქვს ერთმანეთთან დასაპირისპირებელი, რა არის ისეთი, რაც შეიძლება ვერ გავიყოთ და რამაც შეიძლება სერიოზულ კონფლიქტამდე და დაყოფამდე მიგვიყვანოს. აი რა არის ამნაირი, რა გვაქვს გასაყოფი, ხო? ერთადერთი ეს არის ჩვენი პოლიტიკური პლატფორმები. პოლიტიკური პლატფორმები, ორიენტაციის საკითხები, ის პროდასავლელია, ის პრორუსია, ის პროამერიკელია, ის პროაზიელია, თუ რა ვიცი, ასე შემდეგ. პროჩინელია, მაგრამ თუ ერთ რამეში მაინც ყველა ვთანხმდებით. მიუხედავად ჩვენი სიმპათიისა და უშუალოდ დასავლეთისკენ თუ ჩრდილოეთისკენ თუ ქვეყნის სხვადასხვა მოწყობის შესახებ სხვადასხვა აზრის არსებობის მიუხედავად ერთ რამეში მაინც თუ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს ქართველების. ქართველი უნდა იყოს საქართველოში მასპინძელი. ამაზე მაინც თუ ვთანხმდებით, მოდი მაშინ ყველა დანარჩენი პლატფორმა, ყველა დანარჩენი ეს პოლიტიკური ვექტორი საკითხები და ასე შემდეგ გადავდოთ მეორე პლანზე. ამ თემებზე როგორც კი დავიწყებთ ლაპარაკს, ჩავთვალოთ, რომ იმ მაგიდასთან ეგრევე განხეთქილება მოხდება და იქვე დაიშლება, ის წამოწყება იქვე დასაბარდება, როგორც კი იმ თემებზე დავიწყებთ ლაპარაკს, რაც დაგვაშორებს ერთმანეთს, რაც დაგვაცალკევებს ერთმანეთს. მოდი იმ თემებზე ვილაპარაკოთ, რაც საერთო გვაქვს, რაზეც საერთო აზრი გვაქვს, რაზეც საერთო მისწრაფება გვაქვს, რომ საქართველოს მიწაწყალი არ უნდა გაიყიდოს, არ უნდა გასხვისდეს. გაყიდულ გასხვისებული უკან გვაქვს დასაბრუნებელი, უპირობოდ.
უპირობო დაბრუნდეს. მე მგონი ამის გაკეთება არც ისე რთულია, ხო? სურვილი თუ იარსებებს, არ არის ეს ისეთი რაღაცა, რომ ვერ შევძლოთ და ვერ შევთანხმდეთ, რომ ერთიანი ხაზით, ერთიანი ფრონტით გამოვიდეთ, ქვეყანა გადავარჩინოთ განქართველებას. თუ საქართველოს ქართველების აღარ იქნება, ჩვენი თავმოყრა, ჩვენი შვილიშვილების აღარ იქნება. რა ბედენა ვისკენ იქნება საქართველოს თავისი ვექტორით მიმართული პრორუსული იქნება თუ პროამერიკული იქნება თუ პროთურქული იქნება. თუ აქ საქართველოს აღარ იარსებებს, ქართველები აღარ იარსებებენ. ახლა ეგვიპტე ხშირად მოგვახსოვს ეს მაგალითი, ხო? იმ წარსული ეგვიპტელებისთვის ახლა რა მნიშვნელობა აქვს? ეგვიპტე რომელ პოლიტიკურ ვექტორზე დაждდება? რა თქმა უნდა, არავითარი. და მაინც ბოლოსთვის უკვე გაგვიგრძელდა საუბარი, არ გვინდა რომ ჩვენი მსმენელი მაყურებელი გადავტვირთოთ, მაგრამ მაინც მინდა შევხვდეთ საკითხს ის, ვინც ერკვევა ამ სულიერ საკითხებში, ავად თუ კარგად რა თქმა უნდა, და ერთი ნაწილი აცხადებს, რომ უკვე არ მიიღო ერის წამყვანმა ნაწილმა მოსული სიტყვის მოთხოვნები, მოდი ასე ვთქვათ, და ამიტომ უკვე გადაწყვეტილია საქართველოს დაშა და თქვენი მცდელობა რომ რაღაცან ვიღაცამ გააერთიანოთ და დარაზმოთო, წინასწარვე განწირულია კრახისთვის, ვინაიდან ბოროტი მევენახეები უნდა დაისაჯება. ასეთი განაცხადებიც ჩანს. ასეთი სულისკვეთებაც ეტყობა ვითარებას. წინა საუბარი ნაწილობრივ ჩვენ პოზიციას გამოხატავს, ნაწილობრივ მაინც გადმოვეცით ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხებისადმი და ნაწილობრივ მაინც გავეცით ჩვენეული პასუხი. ეხლა ვისთვის როგორი დამაჯერებელი იქნება ჩვენს მიერ გაცემული პასუხი, ეგ მეორე საკითხია. მაგრამ მაინც ვერც ამ თემას ვერ წავუვართ წინ და ისე გვერდზე ვერ გადავდებთ. ახალი სიტყვა, ახალი ცნობიერება კიდევ ერთხელ ხას გაუსვა. მაშინ მეორე ტომში მოძებნონ და ნახონ და ხელმეორედ გადაიკითხონ გაზეთ-მეცნიათლე შეიძლება ვერ იპოვონ. ან არ გქონდეთ და გაიხსენონ, რომ მომავალს არ გიმხელს. რასაც გააკეთებ, ისეც იქნება. თუკი ეხლა გაიგეს, თუკი ეხლა დგებით იმ შეგნებაზე, რომ სამშობლოს უკარგავთ და საჭიროა ერთად დადგომა და ამ საკითხის გადაწყვეტა, 1% შანსიც რომ იყოს დარჩენილი. 1%. 0,01% შანსიც რომ იყოს დარჩენილი. მე ვფიქრობ, უნდა გამოიყენო. უნდა რამენერად ხელი შეუწყოთ ამ პროცესს. ბრთა არ უნდა მოვტეხოთ. ჩვენ წინასწარ არ ვიცით, რა იქნება და როგორ იქნება. ვერ გეტყვით, ღმერთს არ გაუმხელია, თუ არა და გაეცანით. ასე რომ ვერდიქტი, ვისაც გამოგვაქვს უკვე, მანამ ამ ვერდიქტს გამოვიტანთ, კარგად დავფიქრდეთ. რამდენად მძიმე სიტყვებს ვამბობთ, რის პასუხისმგებლობას ვიღებთ. არაერთხელ უთქვია ბატონ აკაკის, წაგებულ ომში მივდივარ და ვინ გამომყვებაო. 0,01%-იც რო იყოს გადარჩენის, დარჩენილი, ამასაც გამოყენება უნდა. ღვთის მოტეხვა არ შეიძლება. ჩვენ ეროვნული თანხმობის დარბაზის წარმომადგენლები ასე ვიცნობიერებთ და ასეთი განაცხადით გამოვდივართ. ერის გადარჩენაზე ვინც ფიქრობს აქტიურად, ვისაც უნდა რომ მეორე ქართველი მოძებნოს, მესამე გამრავლდეთ და ის გავაკეთოთ, თუნდაც მინიმალური ამ ეტაპისთვის, რომ ერთი ამ ხალხთან არის, რომ ერთი ამ სულთან არის. რომ სამშობლოს გადარჩენა, არ გაყიდვა და გაყიდულ გასხვისებულის უკან დაბრუნება არ ერთ-ერთი ქვაკუთხედი, იმ ხელმოწერების შინაარსის ქვაკუთხედი გახლავთ. ეს ღვთაებრივი
მოთხოვნა და მოწოდება, სწორედ რაზეც ხელი აქვს მოწერილი, ამიტომ შორს კი არ არის, ძალიან ახლოა. აი თუნდაც ამ სწორედ ამ დოკუმენტთან, რაც ერის გადარჩენის მიზნით არის შეგროვებული თავის დროზე და ჩატარებულია ყრილობები, გამოტანილია შესაბამისი დადგენილებებიც. ასეთი ღია, ასეთი აშკარა, ასეთი კარგად გაცნობიერებული საფრთხეები აქამდე არ იყო. დღეს გაცილებით მეტი ადამიანი იცნობიერებს. ამიტომ გაცილებით ადვილია ერთდროულად ძალიან ახლოს არის ერი და ქვეყანა დაღუპვასთანაც, მაგრამ პარადოქსის საკითხი, რაც ბატონმა გაკი გადმოგცა და გვასწავლა, სწორედ ის არის, რომ რაც ახლო მიდიხარ დაღუპვასთან, მით მეტად მწიფდება გადარჩენის საკითხებიც. ესეც გასათვალისწინებელია. ამიტომ ჩვენ სიკვდილის ვერდიქტს ვერაფრით ვერ გამოვუტანთ ერთსა და ქვეყანას. ამის უფლებას ჩვენ ვერ მივცეთ ჩვენ თავს. ყოველგვარ შევეცდებით სიტყვით და საქმით, რომ ხელი შეუწყოთ სწორებ მიმართულებით ქართულ და საღად მოაზროვნე ძალთა დარაზმას. აი ესა ჩვენც ამის იმედი ბოლოს და ბოლოს ქართველობას მუდამ რიცხობრივ უმცირესობაში თავზე გაცილებით მრავალი სხვა ერთთან უხდებოდა ყოველთვის ბრძოლა და არც ერთი ბრძოლის წინ არ არსებობდა გარანტია, რომ იმ ომს მოიგებდნენ, იმიტომ რომ რიცხობრივად იმდენად განსხვავებული იყო ყოველთვის თითქმის 100% შემთხვევაში ყოველთვის მრავალი სხვა ერთთან თავზე მრავალი სხვა ერთთან უხდებოდა ბრძოლა და მაგრამ უამრავი შემთხვევა გვახსოვს, რომ ისეთ ბრძოლაში გასულა ქართველობა და შენობა ის ბრძოლა თავის ასიკეთო გამარჯვებით დაუმთავრებია, რომელიც წარმოუდგენლად მოჩანდა. თუნდაც დიდგორი ავიღოთ. აი ყველაზე უფრო ნათელი მაგალითი იმისა, რომ წინასწარი დასკვნებით, თუნდაც რიცხოვნობის შეფასებით და ასე შემდეგ, რომ წინასწარი დასკვნებით გამოტანილი ეს განაჩენი არ ამართლებს. იქ ახლა რომ ვიღაცას ეთქვა, რომ იცი რა, ხელა ურდოსთან მცირე რიცხოვანი ჯარი გასვლა და ეს თვითმკვლელობა და არაფერს არ მოიტანს და დაუმარცხდებით და ვერ გავიმარჯვებთ, მაშინ მართლაც ესე იქნებოდა, ხო? საქართველო იქნებოდა დამარცხებული. ამიტომ ჩვენი ვალია, ჩვენი ქვეყნის წინაშე, ჩვენი წინაპრების წინაშე, მოსული სიტყვის წინაშე და ჩვენი შთამომავლობის წინაშე, რომ ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ და გავაკეთოთ რამე თუ მას არავინ ჩვენს მაგიერ არ მოვა და არ გააკეთებს. ხო, დამშვიდობების დრო მოვიდა, მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის, მადლობას მოგახსენებთ, რომ კიდევ ერთხელ ვიყურეთ, გვისმენეთ. მომავალ შეხვედრამდე. მადლობთ ყურადღებისთვის.